ძალიან კარგი. ნაღდი არის კონტიქსტი მე გადავარდით თუ რა ხდება. ალბათ შეამჩნევდით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ფინანსური ორგანიზაციების რაოდენობა და გაჩნდა უამრავი სხვადასხვანაირი ტიპის ცესხი. არც ის გაგიკვირდებათ, რომ ხშირად მომხმარებელს ეზარება დეტალებში კარგად გარკვევა და უბრალოდ სწრაფად და მარტივად უნდათ თავიანთი ფინანსური სურვილების დაკმაყოფილება. აი აქ კი უკვე პრობლემაა. ნაჩქარევად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. და როგორ შეიძლება დავაფიქროთ ხალხი ამ სერიოზულ პრობლემაზე? ჩვენ მხოლოდ 10 დღით შევქმნით სრულყოფილი ფიქტიური ფინანსური ორგანიზაცია, რომელსაც დავარქვით პლურა ჯგუფი. გავუკეთეთ Facebook გვერდი, საიტი, ნამდვილი ოფისი და ბილბორდიც. შემდეგ კი ხალხს შევთავაზეთ მიმზიდველი, მაგრამ აბსურდული პროდუქტი Facebook სესხი. ერთი კვირის განმავლობაში ვებსაიტზე სესხის მისაღებად უამრავი ადამიანი წაუკითხავად და გაუაზრებლად დათანხმდა აბსურდულ პირობებს, რომელთა შესრულებაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი. სესხის მოთხოვნიდან რამდენიმე წუთში განსხვავებული, მაგრამ საინტერესო შეტყობინებით თითქმის ყველას გავაგებინეთ თუ რამდენად სარისკოა ასე ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები. მაგრამ დაინტერესებულთაგან რამდენიმე მაინც დავიბარეთ ფილიალში, ლურას კრედიტ მენეჯერ სალომესთან შესახვედრად. გვინდოდა ადგილზე გვენახა მართლა იყვნენ თუ არა მზად აღებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად. გამარჯობა, იმაზე ვარ სესხის გაობაზე თქვენ საიტზე დავრეგისტრირდი. ბატონო დავით, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ეწვიეთ ჩვენ საიტზე დარეგისტრირდით. არანაირი დამატებითი რეგისტრაცია არ არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენი პირობები ოდნავ განსხვავდება სტანდარტულისგან. სულ რაღაც 5 წუთში თქვენ იქნება ეს თანხა, მაგრამ კანონმდებლობა ითხოვს, რომ ფურცელზე ცხელი მოაწეროთ და იცით, მაინც გადაიკითხეთ, ხო? ძალიან კარგი. ესე იგი, რადგან ხელი მოაწერეთ, ბოლო ნაბიჯით და თქვენია თანხა. ხალბატონო ხეთი გთხოვთ? რას გთხოვთ? აი, გამომართვით ყანწი, ღვინა უნდა დაგესხათ. რა არის ეს? თქვენი ხელმოწერილი ხელშეკრულების მე-18 პუნქტის მიხედვით ძმობა უნდა შევფიცოთ. რა ძმობა უნდა შევფიცოთ? ეს რა არის? არც მეტი, არც ნაკლები, 25 ბუქნი. დიახ, ხო გითხარით, რომ განსხვავებული პირობები გვაქვს. გოგონა, მე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვარ. დიახ, სადაც წერია, რომ ჩვენი ორგანიზაციის სადღეგრძო უნდა დალიოთ ყანწით, აი გამომართვით და დაგესხამთ რა. რა მე-18 პუნქტი რა ხელშეკრულება, რა ძმობა უნდა შევფიცო? გადაოთ, ხო? არ გადავთ, ბატონო დავით. რა გადაოთ, სესხის ასაღებად ესეთ პირობებს არ გამიგია. მივეცით საიტზე. რა თანხას ვერ მივიღებ ეს რა არის? რა ძმობის შევფიცო, რას ნიშნავს? კაი რა. რანაირად ვერ მივიღებ სესხს ამ ხელამანძილზე, იმისთვის მომიყანეთ რომ მიღადაოთ. თუ რა კონტი არის, ვერ გავიგე რა, უბედურება არის. ჩვენი ექსპერიმენტის ბოლოს ყველას საჩუქრები გადავეცით. ავუხსენით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დაფიქრება ასაჭირო. რაც მთავარია, შევთავაზეთ პლატფორმა Be Responsible G, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, მიაწვდის მათ საჭირო ინფორმაციას და მისცემს რჩევებს, რადგან სწორედ ეს არის ბანკის როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ინსტიტუტის როლი საზოგადოებაში. იყავი პასუხისმგებლიანი. ბანკი რესპუბლიკა. ჯგუფი Societe Generale.